რომ მართლა ძალიან საინტერესო დებიუტანტი მოკრივე ვიხილეთ. მე დაველოდები აი ამ მოკრივის ორთაბრძოლებს საომავლოდ. მეცხრე ბრძოლის დრო დადგა. სანამ ბრძოლებს გამოვაცხადებდეთ, მინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს. დედაქალაქის მერიას და საქართველოს სპორტის სამინისტროს. ახლა კი მეცხრე ბრძოლა. ლურჯი კუთხე. მოკრივე თბილისიდან. გიორგი კალანდია. მისი მეტოქე წითელ კუთხეში მოკრივე დმანისიდან სერხან კურბანოვ. გუდიანის გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი გიორგი კალანდია, მეტსახელად უტეხი თქვენს წინაშე მეორე ბრძოლას მართავს პროფესიონალური კრევის რინგზე. მის წინააღმდეგ კი დებიუტანტი მოკრივე დმანისიდან სერხან კურბანოვი. გახლავთ, მე ძალიან მაინტერესებს კურბანოვის ასპარეზობა. რაც შეეხება კალანდიას, მან უკვე გამოსცადა საკუთარი ძალები პროფესიონალური კრევის რინგზე, კარგი შთაბეჭდილებას დატოვა. გუდიანის გუნდის წარმომადგენელი ხოთ რას შემოგთავაზებენ ახლა. აქვე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვ მაყურებელს, რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი სახელად Boxing Georgia, სადაც თქვენ თვალს ადევნებთ ახლა ამ ორთაბრძოლებს. ჩვენს არხზე უამრავი ძალზე საინტერესო მასალა გელოდებათ საომავლოდ ქართული კრევის შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კრევის მხარდაჭერისთვის ამ არხის გამოწერა. აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ Facebook-ის გვერდზე კრევის სამყარო, ასევე Boxing Group Promotion-ის Facebook-ის გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ძალიან ბევრი მასალა, ფოტო მასალა, ვიდეო მასალა და სხვადასხვა ინფორმაციები აი ამ ბრძოლების შესახებ. ნელა სრულად ივსება დარბაზი, რაც ძალზე სასიხარულოა. სულ მალე ჩვენ გვერდს თავი ორთაბრძოლები, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენ ვიხილავთ სოფლიოს არეიტინგო ბრძოლებში გიგნიაშვილს და აზერბაიჯანელ ხამბალა გურბანოვს, ასევე თეონა ფიროსმანაშვილს და უზბეკ დავლათოვას და ყველაზე მთავარ ბრძოლაში ივითოდუა დაიცავს თავის ჩემპიონის ქამარს ფილიპინელი ელმოტრაიას წინააღმდეგ. კალანდია დისტანციიდან ცდილობს ბრძოლას, შემდეგ უკვე მარცხენა ხელში შევიდა.
კარგად მოქმედებს ზუგდიდელი მოკრივე. თუმცა ახლა შეტევაზე იყო კურბანოვი და გაცვლები. კარგი რაუნდი იყო, პირველი რაუნდია. მოსინჯეს მეტოქეებმა ერთმანეთის ძალა და ვნახოთ მეორე რაუნდში რა შესთავაზებენ გულშემატკივარას და ერთმანეთს. კარგი შეტევა იყო სერხან კურბანოვის, დმანისელი მოკრივე გააქტიურდა, თუმცა თავის მხრივ რა თქმა უნდა კალანდია ასიედვილად არ გატყდება, მით უმეტეს უტეხია მისი თიკუნი, მისი სპორტული მეტსახელი. საინტერესო სტილია კურბანოვს, მე ვაკვირდები ამ მოკრივეს, აქვს გამოცდილება საბრძოლო სახეობებში, მაგრამ აი ახლა უკვე კალანდიას მძლავრი მარჯვენა იგემა კურბანოვმა. კიდევ კარგი გასვლა შეტევაზეა კურბანოვს, ღვიძლში მოხვდა, მუცელში ცუდი დარტყმა და ისარგებლა ამით. კალანდიამ ძალიან კარგად მოქმედებს, ფიზიკურად ძლიერი მოკრივეა, კარგი მებრძოლია, კარგად არის მომზადებული და ძალიან გააქტიურდა უკვე კალანდია ამ ბრძოლაში. ახლა უკვე პირველ ნომრად კალანდიას ხედავთ. კიდევ ერთი კარგი შესვლა. ასუხობს კურბანოვს, მაგრამ ძალიან კარგი დაცვა კალანდიას. კარგი ტექნიკური მოკრევია კალანდია, ძლიერი ფიზიკურად, ტექნიკურიც და იყენებს ამ თავის უპირატესობებს. შეუძლია მოძრაობა, შეუძლია მოქმედება რინგზე შესაბამისად რაც საჭიროა, აი ხედავთ. აკვირდება ყველაფერს, ხედავს და ძლიერ დარტყმებსაც აყენებს მეტოქეს. ახლა კი უკვე კურბანოვის კარგი შეტევა, გაუცდა დარტყმა. კარგ ორთაბრძოლას ვადევნებ თვალს. აქტიურობს გულშემატკივარიც. რაუნდის ბოლოა, უნდა აჩვენონ მაქსიმუმი მოკრივეებმა, რათა სათავისოდ წაიღონ ეს რაუნდი. დასრულდა, მართლაც გახურდა ბრძოლა, კარგი რაუნდი ვიხილეთ. ნამდვილად ამ შოუს არ აკლია სანახაობა. Shadows part where I walk, no echo in my step. Eyes ahead, jaw locked. This path was mine to wreck. You hear that? Yeah. That's your town running now, feel it. Ground shaking when I shout. You ready? Let's go. No fear in my blood. Champion. One shot, one moment. I own this ground.
ძალიან კარგ დაპირისპირებას ვადევნებ თვალს. ხედავთ რა ბრძოლა წავიდა. აიყოლიეს მოკრევეებმა დარბაზი. და ხედავთ როგორ აქტიურობა. პირველ ნომრად ცდილობს კურბანოვი, თუმცა ძალიან კარგად მოქმედებს კალანდია. ხედავს დარტყმა, ძალიან კარგი დარტყმა, მეორეც ძალიან კარგად ასპარეზობს გიორგი კალანდია. კარგ ბრძოლას ვადევნებ თვალს. კიდევ უკვე მოიპოვა კალანდიამ აშკარად უპირატესობა და რამე უნდა შეცვალოს კურბანოვმა ამ ბრძოლაში. თუ უნდა წარმატების მიღწევა. კიდევ ერთი კაი რაუნდი ვიხილეთ. კარგ მოკრევებს ვადევნებ თვალს. გიორგი მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო მოკრევე შეემატა ქართული პროფესიონალური კრივის რინგს, როგორც გითხარით, ეს მისი მეორე ორთაბრძოლაა. პირველშიც გამარჯვება აქვს მოპოვებული, ახლაც ძალიან კარგად გამოიყურება. სასიხარულოა კურბანოვის ასპარეზობის ხილვაც. ნამდვილად ჩანს, რომ ეს ახალგაზრდა კარგი მოკრივეა, აქვს პერსპექტივა და რაც შეეხება მის კლუბს დმანისელი მოკრევეები რომ ასე აქტიურად ერთვებიან, ესეც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. გახურდა ორთაბრძოლა. ცდილობს კურბანოვი აქტიუროს, მაგრამ აი ხედავთ კალანდია. როგორ ყველაფერს ხედავს. იჩხვლიტება საჭირო მომენტში, გადადის საჭირო მომენტში თავდაცვაზე და შემდეგ უკვე როცა საჭიროა მერე უკვე საჭირო დროს გადადის ძლავრ შეტევებს. თავიც კარგად დაიცვა. ამ შემთხვევაში რაც ეხება კურბანოს მეტი სიზუსტე მართებს, მეტი სიზუსტე. და აი საბოლოო ჯამში კალანდია მაინც შეძლო ნოკდაუნში გაეშვა მეტოქე უძლიერესი დარტყმა ხოჩა გიორგი კალანდიას
და აი ასე ვადაზე ადრე შეძლო მაინც ამ ბრძოლაში გამარჯვება უტეხმა. They ask why I never smile for the lens. Because respect isn't rented, it's earned in the trenches. One person left, 1900. Zero shortcut touch, all the hours I've spent. 10,000 scars, not a single regret. My name's not given. Jaw lock. This path was mine direct. You hear that? That is your time running out. Feel that? Feel that? Ground shaking when I shout. One shot, one moment. On this ქალბატონებო და ბატონებო, მეცხრე ბრძოლაში ნოკაუტით გამარჯვება მოიპოვა მოკრივემ ლურჯ კუთხეში გიორგი კალანდია. მაშინ ასე გიორგი კალანდიას გამარჯვება მიულოცოთ გუდიანის გუნდს. მორგი გამარჯვება, რაც შეეხება სერხან კურბანოვს უსურვო წარმატებები ამოკრივეს უკვე სამომავლო ბრძოლებში.